ძლევაი დიდგორისა. მე მეფე თამარი, მე მკვიდრე გიორგი მეფისა, მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. მამა მიამბობდა ამბავსა დიდი გორის ბრძოლისა, და ამბობსა თავისივე მამისა, უყვარდა მოყოლა ამბისა ვითა ურიცხვი მტერის ძლევისაო. მამამ მიამბო, მეფე დავითმა მიხმო ვითა მე მკვიდრე მეფისაო, ხლებელთა გარეშე ისურვა საუბარი თავისივე მეკვიდრესთანო, თქვა, იცოდე, მოდის სელჩუკთა ურიცხვი მხედრობა, მათმა ცხენმა მოსრა, მოგრაგნა აღმოსავლეთი, ვერავინ აღუდგაო. ჩვენი აოხრება განუზრახავთო, მთელი აღმოსავლეთის მხედრობა მიუმხრიათო, ვითა სარდალი, მათივე უძლეველი მხედართმთავარი ილღაზი აურჩევიათო. უთქვია ილღაზსა, ჩემმა წინაპრებმა დაინდეს მეფე დავითის მიწა, გაბედა უმადურმო, თურქთა ფეხი ამოკვეთაო, თურმე თბილისის წაღება განუზრახავსო, მანამ მივა მე მივალო, ვპირდები მეფე დავითსა მისი მოდგმა გაიღებს ფასსაო. ვერავინ გაექცევა სელჩუკთა მახვილსა, ურჩევნია მანამ მივალ აიყაროს, გადაიკარგოსო, იცოდეს წინაპართა შეცდომას არ გავიმეორებ, არავის დავინდობ. დედა წულიანად დავხოცავო. მაცნემ მოიტანა ამბავი სელჩუკთა მხედრობის რიცხვისაო, 560,000 მეომარი შეუკრებია სელჩუკთა სარდალსაო, თავიდან გაზვიადებული მეჩვენა, სტოვარნია დასტურებენ რიცხვსა სელჩუკთა მხედრობისაო, თურმე სარდალი მოიწევსო. მხედრობის ხმობა გაგისახლოს უბრძანებიაო, ვიცი ილღაზი გამოცდილი სარდალია, გვერდს აულის თბილისსა, საფრთხის წინაშე არ დააყენებს მათივე მოკავშირესა, მოერიდება ჩრდილოეთის მიმართულებასას, იცის შევალხევსა, ხევი ვერ დაიტევს სელჩუკთა მხედრობასა. გაშლა გაუჭირდებას, იცის მოვაქცევა ალყასაო, უკან ვერ დაიხს ზურგი და უცველი დარჩებაო, ვიცი აირჩევს მიმართულებას თრიალეთისა, თბილისი დაიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარსა, სამხრეთ-დასავლეთ საფრთხე არ ექნებაო, თუ არ შევებრძოლე, დაიკავებს თბილისის სამხრეთსას, მერე წაიღებს. თბილისსა, გამოხსნა ბევრად გაძნელდებაო, მერე გაიმაგრებს ზურგსა, გადავაში და ქართლსა, მოაოხრებს, მივა გაჩერდება ხევსა, დაკეტავსოს, მერე მივა მესხეთსა, თბილისის გარშემო შეკრავს რკალსა, თუ შევალთ ხევსა, დაგველოდებაო. მარბიელი რაზმებით მოაოხრებს სოფლებსა. სამეფოს დასავლეთი მოექცევა ალყასა, ლიხი მისივე ზურგი გახდებაო, მერე ადვილად მოერევა დასავლეთსაო. მინდა გამოარჩიოთ ადგილი ბრძოლისაო, თუ სელჩუკები მიაღწევენ შიდა ქართლსა, მეორე დიდი თურქობა დაიწყებაო. თბილისის სამხრეთ-დასავლეთი ხევები ჩვენივე მოკავშირეთ ვაქციოთო, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთი, მანგლისის შემოგარენი, გაშლილი ველია, სელჩუკთა მოკავშირე იქნებაო, ვაცალოთ უბრძოლელად დატოვოს გაგი, მეფის მსტოვარნი ამბავს მიიტანენ თბილისსა. მეფე დავითსა მხედრობა თბილისის აღმოსავლეთსა უხმია, ცოდნია სელჩუკთა სარდალი პირველად დაიკავებს თბილისის გზასა, ვითა მისივე მოკავშირესა, მერე მივა შიდა ქართლსაო. მე ვიხმობ მხედრობას თბილისის აღმოსავლეთსა. მესხთა ერთა მხედრობა მივა ველსას, შენ გიბრძანებ შეკრიბო ქართლელთა, მთიელთა და დასავლეთის მხედრობა, შეკრება ბრძანე თბილისის დასავლეთსას, იცოდნენ სარდლებმა, მეფე დავითი თბილისის აღმოსავლეთის დაცვას აპირებსო, მთელი მხედრობა ერთად მივალთო. ილღაზი მიხვდება მეფე დავითის შეცდომასა, გამოყენებას ეცდებაო, გაყოფს თავის მხედრობასა, მივა თბილისის აღმოსავლეთსა, ვეცდები უკან დავიხიო, მიხვდება, მისივე მხედრობას ვიტყუებ ხევსა. თავარი მხედრობით დაიძრება, ეცდება თბილისის სამხრეთის გზით მივიდეს შიდა ქართლსა, ეცდება მომაქციოს ალყასა, მეწოდინება. ვაცლი გამოსცდეს სამხრეთ-აღმოსავლეთის ველებსა, მხედრობით მიდი ქსანსა, გეწოდინება, უკან დაუხევია მეფე დავითსაო, სელჩუკთა მიტყუებას გეგმავსო, ცდილობს თბილისის დასავლით შემოტყებასა, შევიდეთ ხევსა, დაველოდოთ საფარსაო, მერე დავეშვათ თბილისის აღმოსავლით ვაკესა, მოულოდნელად შევუტიოთო. მე მოუვლი მცხეთასა, ვითა ოტებული მოვალ ხევსა, ეცადე მიხვიდე თავსა, ეშურე ხევის ჩახერგვასა. ეწოდინება ილღაზსა, მეფე დავითმა თავი შეაფარა ხევსაო, ეცდება მივიდეს, დადგეს თავსა, უკან მისი მხედრობა დადგება, დაიცავს ხევის გასასვლელსა, თავსა ილღაზი მხედრობითა, ეწოდინება მომაქცია ალყასა, მოვალ, ჩავხერგავ ხევსა, ჩვენი ზურგი იქნებაო. დრო არ ექნება ილღაზსა, ეწოდინება მეფე დავითი ღამე ეცდება გარიდებასაო, მოუწევს გაყოფა მხედრობისა, მე წინავენი მივლენ დიდგორსა, მანამ სელჩუკთა მთავარი ძალა მოვა, ღამე მხედრობით მივალ სათავეს ვაკესა, უთენია შევუტევ სელჩუკთა. მანევრი გაუჭირდება ილღაზის მხედრობასა, გონს მოსვლა ვერ უნდა შეძლოსო, თუ ილღაზის მარბიელი მხედრობა ზურგიდან მივახევსა, გზა ჩახერგილი დახვდება, ვერ მიეშველება სელჩუკთა. ეცდება უკან მიბრუნდეს, მოუაროს თბილისსა, თუ ძლევთ ილღაზის მთავარ ძალასა, მათი განადგურება არ გაძნელდებაო, გაიგებენ მათივე მხედრობის მარცხსა, მოერიდებიან გზას აღმოსავლეთისა.
მივლენ თბილისას, შენახვა გაუძნელდება ქალაქსა, მერე მოვაქცევთ ალყასა, თბილისის გამოხსნა გაადვილდებაო. მართლა გაუგიათ მარცხი, მისულა ამბავი ილღაზისა. მოახერხა, გადაურჩა ტყვედ ჩავარდნასაო. 100,000 მხედარი მიბრუნებულა თბილისსა. ტყვეთა სიმრავლეს ვერ ავუდიოდითო, 10-მდე ტყვე მოჰყავდა მხედარსაო, ჯორ აკლემი ვერ ერეოდა ალაფსაო. მეფე დემეტრეს უთქვია, მალე ისევ მიხმო მეფე დავითმაო, მითხრა ალყა გეჭიროს თბილისისაო. ქალაქი ვერ შეინახავს სელჩუკთა ხიზანსაო, მინდა შენი მსტოვრები მივიდნენ თბილისსა, ვითა ორგულნი მეფე დავითისა, თქვან, ჩვენი ხალხით შევძლებთ მოტანა საკვებისაო, თქვან, საფრთხილოა, ძვირი მოითხოვონო, მეფე დავითი საომრად წასულა. დემეტრეს ხალხი მოვისყიდეთო. მირჩევნია მანამდე შემოგარენი შემოვიმტკიცო, ეცადე შიმშილი ნუ იქნება თბილისსა, იფიქრონ, ცრუ მოლოდინი მეფისა, დამშეული ქალაქი გაუღებს კარებსაო. მოვალ, შევიპყრობ შეთქმულთა, მართლა დაიმშევა თბილისი. მისი გამოხსნა არ გაძნელდებაო. მანამდე გამოუხსნია დმანისი, ანისი, მისულა შირვანსა, მერე უბრძანებია, დადგადრო თბილისი გამოვიხსნათო. მანამდე მისივე ბრძანებით ვინახავდი თბილისსაო. შოთამ შეამკო სახელი დიდი დავითისა, აღმაშენებელი უწოდა მეფესა. დიდგორის ბრძოლასა, ძლევაი საკვირველი დაარქვა. მეუბნებოდა, დიდი დავითის ჩამომავალი ხარ, პატარა სამეფო შენი საკადრისი ვერ იქნებაო. ხშირად მივდიოდი დიდგორის ველსა, თითქოს მესმოდა ყიჟინა ქართველთა მხედრობისა. ვიცოდი სად დაიმალა მეფე დემეტრე თავისი მხედრობითა. თურმე ეგონა ილღასსა, ჩემივე გეგმამ გაამართლაო, მეფე დავითი გაექცა მდევარსაო, ეგონა თბილისის აღმოსავლით მივიდოდიო, თურმე ელოდას ზურგიდან შეუტევს მდევარი, ადვილად გავუსწორდები ალყას მოქცეულსაო, ვერ დალოდებია სრული მხედრობის მისვლასა. უთქვია დურბეიზის მაცნესა, ფეხდაფეხ მივსდევ მეფე დავითსა, ხევს შევიდა, მანამ გააღწევს, ეცადე დახვდეო, ეგონა ილღასსა მივუსწარი, ხევის თავს მისულაო. მცირე მხედრობა გამოუჩენია დავითსა, თურმე დემეტრე თავს აფარებდა ტყესა, დავითის მხედრობა დამალულა ხევსა, უთენია გამოჩენილა დიდგორის ველსას, ეგონა მტერსა გაქცევას ცდილობსოს, იცის, მდევარი ჰყავსო, უცდია მოექცია ალყასა, სამად გაუყვია ლაშქარი, იცავდა სამივე ხევის თავსა. გაშლილა სელჩუკთა მხედრობა, ეგონა ადვილად დავამარცხებო, თავარია მოვაქციეთ ალყასაო. უსარგებლია მეფესა, უთენია მისულა დიდგორსა.